ინგა გრიგოლიას დღის ამბები ორზე მოგესალმებით. ხვალ მძიმე დღე მაქვს, თუ რამე არ შეიცვალა, ხვალ 2 საათზე ინგა გრიგოლიასთან პირდაპირ ეთერში უნდა შევხვდე ადამიანს, რომელმაც მარტომ არა სხვებთან ერთად ჩემი და არა მხოლოდ ჩემი მომავალი შეცვალა. ტერაქტის მერე ეს ადამიანი არ მინახავს, ამას რომ წერ ალბათ ნერვიულობ. ფიზიკური შიშის გამო არა, ერთადერთი რისიც მეშინია, წონასწორობა არ დავკარგო და ალბათ ამიტომაც წერთ მეგობრებს. ნახოთ, ეს Facebook სტატუსი ირინა სარიშვილმა გუშინ საღამოს დაწერა. მას მერე რაც ამ გადაცემაში მონაწილეობა შევთავაზეთ. ის დღეს პირდაპირ ეთერში იქნება იმ ადამიანთან ერთად, რომელსაც მისი მეუღლის და დამოუკიდებელი საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ლიდერის გია ჭანტურიას მკვლელობაში ადანაშაულებს. ეს ადამიანი ყოფილი მხედრიონელი და შევარდნაძის დროის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე თემურ ხაჩიშვილია, პარტია ცენტრისტების ლიდერი, რომელიც ციხის სკანდალური კადრების ავტორთა ლადო ბედუკაძესთან ერთად საარჩევნო ბრძოლაში ერთვება და გვპირდება რუსულ ფურს, რუსეთთან ხელშეკრულებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას. რუსული იერიშით 2016 წლის ქართულ არჩევნებში, რუსული ფულით ზუსტად 8 წლის შემდეგ აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან. Да я сам скажу вам. Хорошо, Аримо. ამ ტრაგედიიდან მხოლოდ 8 წელია გასული. აგვისტოს ომის ჭრილობები ჯერ ძალიან ცხელია. საქართველოში, რომელმაც თაობები შეწირა რუსულ ოკუპაციასთან ბრძოლას, აქამდე ასე ღიად რუსულ ფულზე, ევრაზიულ კავშირსა და პუტინთან ხელშეკრულებაზე, ასე პირდაპირ არავის უსაუბრია. აქამდე რუსული ინტერესები ქართულ პოლიტიკაში მეტნაკლებად ინიღბებოდა, ახლა კი პირდაპირ ხდება. რატომ გახდა დასაშვები ჩვენს ქვეყანაში საუბარი პირდაპირ რუსულ ფულზე? ლადო ბედუკაძემ ჩვენს ეთერში ორშაბათს განაცხადა, რომ თემურ ხაჩიშვილმა ხელშეკრულება დადო რუსეთთან. სად მივყავართ მათ და რა უნდათ? ირინა სარიშვილი, თემურ ხაჩიშვილი, ადამ არშანია და ირაკლი ღლონტი დღის ამბების სტუმრები. მე მივესალმებით ჩვენ სტუმრებს, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. პირველ რიგში ვიდრე მე დაუსვავ შეკითხვას ბატონ თემურ ხაჩიშვილს, ვინაიდან სწორედ პარტია ცენტრისტები არიან ისინი, ვინც გვთავაზობენ რუსულ ფულს, რუსულ ხელშეკრულებებს, რაღაც გაუგებარ დაფინანსებებს და ასე შემდეგ. მე მინდა პირველი კითხვა დაუსვა ირინა სარიშვილს. მადლობა ქალბატონო ირინა, რომ ხარ ჩვენთან ერთად. მე მაინტერესებს თქვენ რითი ხსნით დღეს ასე ღია და ასე პირდაპირ საუბარს რუსული ფულის შემოსვლაზე, უпростоრედ შეთავაზებაზე და რუსული ინტერესების გატარებაზე საქართველოში. აქამდე ასე ღია და პირდაპირ რუსულ ფულზე თითქმის არ მიდიოდა ხოლმე საუბარი. მადლობთ მოწვევისთვის. მადლობა თქვენ. მიუხედავად ყველაფრისა, მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, დიდი მადლობა ბატონ ბიძინას. ეს ის შემთხვევა, როდესაც მართლა ზოგი ჭირი მარგებელია და მე მგონი დღეს ჩვენ ცხოვრობ დროში, როცა ყველაფრის ლუსტრაცია ხდება და აბსოლუტურად ყველანაირი მოქმედება, ლაპარაკი, განცხადება ხდება პირდაპირ. ამიტომ არც ეს შემთხვევა გამონაკლისი, როდესაც თუნდაც ორი სისხლის სამართლის დამნაშავე, ეს ჩემი პოზიციაა, იურიდიულ ტერმინოლოგიას ვიყენებ და მეც არაფერს, სხვადასხვა საქმეში, ამას მნიშვნელობა არ აქვს, დღეს აქ რაღაც კონკრეტულ საქმეებზე სალაპარაკოდ არ ვართ მოსული, ქმნის პოლიტიკურ ორგანიზაციას და არც მალავს იმ ინტერესებს, რა ინტერესებსაც ეს პირველში ალბათ გულისხმობ თემურ ხაჩიშვილს, მეორე სისხლის სამართლის დამნაშავე თქვენი არ არის სისხლის სამართლის დამნაშავე იმ შემთხვევაშიც კი თუ ბატონი ბედუკაძე არტყუის და ყველა ის კადრი, რომელიც ვერ ვნახეთ, მაგრამ ბუნებაში არსებობს გამრავლებული სახით, სიმართლეა, ეს არის ადამიანი საუკეთესო შემთხვევაში, რომელიც იდგა ამ ყველაფერს ხელის კანკალის გარეშე ფირზე იღებდა და როგორც ჩანს ღრმა ჩანაფიქრი ქონდა, რომ მოდესღაც, როცა ბატონი ბიძინა ილიას, უხრწნელის თუ რა ვიცი მე რაიმე სხვა სახით მოევლინებოდა საქართველოს, შემდეგ მას გადასცემდა ამ კადრებს. ეს არ არის სისხლის სამართლის დამნაშავე. ჩვენი ქვეყნის უბედურება ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ყველა ამ ჩირქის ზემოთ ამოსვლა მდგომარეობს იმაში, რომ
აბსოლუტურად ყველა ლუსტრირებულია დღეს. და ამიტომ მე მართალი რომ გითხრათ ინგა ეხა პირდაპირ ვიტყვი პოლიტიკურ საუბარს ასეთი ტიპის წარმონაქმნებზე პარტიებს გულისხმობ მე ამ შემთხვევაში და რა თქმა უნდა მათი ინიციატორების ჩათვლით ნამდვილად ზედმეტ ფუფუნებად ვთვლი და ზედმეტ პატივისცემად იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ეს არის ერთ-ერთი ჭანჭიკი ასეთი ჭანჭიკები ბევრია ზოგი ნაკლებად ხმაურიანი ზოგი ნაკლებად პირდაპირი მაგრამ რეალურად ეს ასეა და ეს იცის ყველამ და დღეს რა სიტუაციაც არის და როგორ არის შეცვლილი მდგომარეობა თუნდაც 10 წლის წინანდელი ან თუნდაც 5 წლის წინანდელი სიტუაციიდან მაშინ როცა ჩვენ ვხედავთ რომ პრაქტიკულად რუსეთსა და უკრაინას შორის სიტუაციის გარკვევაზე ანუ აი ამ კონფლიქტის დასრულების შედეგზეა დამოკიდებული საქართველოს ბედი და ამ დროს საქართველო აი ესეთი წარმონაქმნებით ეტენება მაპატიეთ ჟარგონისთვის იქ სადაც ამ ქვეყნის განადგურებაა და სხვა არაფერი, ნუ მე ამაზე უფრო სერიოზულ კომენტარს ამაზე ვერ გავაკეთებ. კი ბატონო, ბატონო თემურ, მე რამდენიმე წუთში დაგისვამ თქვენ კითხვას და იქნებ მივიღოთ შემდეგ განმარტება, ვისთან დადეთ ეს ხელშეკრულება, რაზე საუბრობთ, მანამდე მინდა ჩვენ სხვა სტუმრებსაც ვთხოვო ასეთივე კომენტარი, ანუ აქამდე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ასე ღიად ყოველ შემთხვევაში რაღაცნაირად შეფუთულად ხდებოდა ხოლმე რუსული ინტერესების გატარება ქვეყანაში, ასე ღიად რუსულ ფულზე, რუსულ დაფინანსებაზე, რუსულ პენსიაზე, ევრაზიულ კავშირში შეყვანაზე არავის ესე ღიად არ აუღია საკუთარ თავზე რომ ესაუბრა. რას ფიქრობთ თქვენ, ბატონო ირაკლი და მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის. სიმართლე გითხრათ და გულწრფელად გაგიმხილოთ, ჩვენია საზოგადოების უმრავლესობის კურსი ევროატლანტიკური სტრუქტურების მიმართ იმდენად მზარდია, კიდევ კარგი რომ მზარდია, რომ ის რუსული ფული მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სოლიდურად არის წარმოდგენილი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და სამწუხაროდ ძალიან ბევრი პოლიტიკური კიკუმეგულება კოლეგებში. არ ვისაუბრებდი, მაგრამ მე რა მინდა გითხრათ, ხა ვლადო ბედუკაძის ბადრაგობიდან გაპოლიტიკოსობას დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებდი, მაგრამ აქ საუბარია ბატონი ხაჩიშვილის წარსულზე, რომელიც დღეს უკვე პოლიტიკურ არენაზე გამოჩნდა და წარსულსაც რო თავი დავანებოთ, მე თითოეულ ჩვენ თანამოქალაქებს პატივს ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ თან დემოკრატიის მომხრე ვარ აბსოლუტურად, მაგრამ ყველაზე მთავარი არის იცით, დიახ, რასაც თქვენ წამყვანი ქალბატონი გრიგოლია საუბრობთ, რუსული ფულის ღია დეკლარირებაზე. მე მიმაჩნია და უნდა დადგეს დრო, რომ ჩვენ შევთავაზოთ ხელისუფლებას, ან როცა თქვა შეიცვლება ხელისუფლება, ვიქნებით, არ ვიქნებით, სულ ერთია, ჩვენ უნდა აუცილებლად გადავდგათ ის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც თქვა ლუსტრაციის კანონი. ლუსტრაციის კანონმა უნდა მისცეს საზოგადოებას და ინფორმაცია და უთხრას, რომ არ შეიძლება ირაკლი ღლონს დაუჭირო მხარი, იმიტომ რომ მას აქვს ეს ჩადენილი. არ შეიძლება ბატონ ხაჩიშვილს გავყვეთ პოლიტიკურ არენაზე, იმიტომ რომ მას არ ვიცი მოკლული ყავს თუ არა, მე არ ვიცი, უბრალოდ მე ისტორიები ვიცი, ჭანტურია, ქალბატონ ადას არ უნდა დაუჭირო და ინგა გრიგოლიას დაუჭიროთ. ლუსტრაციის კანონპროექტი ვჭირდება ხალხო, ჩვენ ვართ კომუნიზმიდან, დღემდე კგბ-ს გენერლების მმართველობაში მყოფი საქართველო. შესაბამისად დღეს აუცილებელია, ხვალ მაინც აუცილებელია, რომ ლუსტრაციის კანონპროექტს რაც შეიძლება ერთს. კი ბატონო, ბძანეთ ქალბატონი ადა და გადავდივარ ბატონო. რუსულთან დაკავშირებით მე მინდა ბატონ ხაჩიშვილს მიმართო, რომ ნურც ეცდებით ბატონებო, მე მესმის რომ თქვენი შეიძლება ეს გარკვეული ბიზნეს პროექტიც იყოს, გასაგებია ეს ყველაფერი, გაგებით მოვეკიდები ვეცდები, მაგრამ პენსიებში, რუსულ პენსიებში, მით უმეტეს ხუჭაში მომხდარი ტრაგედიის, მით უმეტეს 2000 ჩვენ თაობას არ გაუვლია სისხლის გარეშე. ჩემ მეგობრები მყავს გაცილებული ომში და მოდი რა ნუ მოგვაყენებს შეურაცხყოფას, მოდი გადავიდეთ. ვისაუბრებთ ირაკლი, ჩვენ სწორედ ამ მოწოდებისთვისაც მოგცემთ საშუალებას. მანამდე მე მინდა ქალბატონ ადამ არშანიას მოусმინოთ. თქვენ რა სიტყვით ქალბატონო ადა ასე ღიად საუბარი რუსულ ფულზე? მოგესალმებით. ინკა დიდი მადლობა. მივესალმებით ჩვენ პატივცემულს, მენელს და მაყურებელს. ტრაგიკულია ვითარება ჩვენი და რუსეთის ურთიერთობებისა. და ეს მე მგონი არ ქართლდება და პირიქით ღრმავდება ეს ტრაგედია და აღარ დაადგა საშველი ამ მიმართულებას. ხო, თანხდებით ყველანი ამაში, რომ ეს ასეა და ამის უკან დგას ჩვენი დროებით დაკარგული ტერიტორიები მიწაწყალი. ამაზე უფრო მტკივნეული და უფრო სერიოზული და უფრო მძიმე რა უნდა გქონდეს ჩვენ პრობლემად და ტრაგედია. ნუ ამას რასაკვირველი ამ ჩვენ მძიმე მდგომარეობას ამ საკითხებში და ამ მიმართულებით გამოიყენებს ყველა სახელმწიფო და პირველ რიგში ზე სახელმწიფოები. მე ვისმობ როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე ჩვენ საგერ მეზობელ რუსეთის ფედერაციას. უკრაინის მერე
მოვლენების მერე გარკვეული დრო გავიდა, ვიცით ჩვენ რა მდგომარეობა იქ. სირიაში მოხდა ძალიან სერიოზული სიტუაცია და გარდატეხა, მე ასე ვიტყოდი, ჯერჯერობით ასეა რუსეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ. მე ასე ვაფასებ ყოველ შემთხვევაში. ამის ყველაფრის ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან გვიჭირს, მე მგონი აი გაჩნდა აი ასეთი. მე ვიტყოდი ძალიან მცდარი და ძალიან მიუღებელი პროექტი ხაჩიშვილი ბედუკაძისა. მე პატივცემ ყველა ადამიანს, როგორც ბატონ ბედუკაძეს, ისევე ბატონ ხაჩიშვილს, რომელსაც მე მრავალი წლის წინ გავიცანი და თავის დროზე ვიყავი სასტიკი წინააღმდეგი იმისა, რომ ის ყოფილიყო ერთ-ერთი მაღალი ჩინოსანი ჩვენი უწყების, ასეთი მნიშვნელოვანი უწყების. ნუ პირველ რიგში იმის გამო, რომ ადამიანს უნდა კონდეს დამსახურებული ეს თანამდებობა, მაგრამ ეს მანკიერი ტრადიცია გრძელდება თანამედროვე საქართველოში, წინგა თქვენ კარგად იცით. და დამსახურების გარდა მე არ ვიცოდი, აი რაღაცა ჩემთვის იყო ბუნდოვანი და გაუგებარი მისი საერთოდ ბიოგრაფია. ისიც ვიცი, რომ ბატონი ხაჩიშვილი ყველა მიტინგზე ვხედავდი, ყველა აქციაზე ვხედავდი, მე ვგულისხმობ ეროვნულ მოძრაობის პერიოდს, ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო. ბატონ ხაჩიშვილს უფლება აქვს სრული, რომ შემოვიდეს პოლიტიკაში და განახორციელოს თავისი მოქალაქეობრივი უფლებები, მაგრამ ამასთან ხო არის კიდევ რაღაცა ადეკვატური აღქმა შენი თავის პოლიტიკაში, ადეკვატური აღქმა იმისა, თუ რა ხდება ქვეყანაში, გათვალისწინება იმისა, თუ საცხოვრობდი და მოღვაწეობდი აი ბოლო წლების განმავლობაში. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოდით მოусმენ ბატონ თემურს. თუ იქნება მე ბატონ ბედუკაძეც მინდა რამოდენიმე გვეთქება ჩვენ საგანგებოდ თქვა და საგანგებოდ მინდა მივაწოდო ჩვენს პატივცემულ მაყურებელს ინფორმაცია აი იმ ცნობილ ლეგენდარულ კადრებზე. გააქვთ თქვენ რაიმე ახალი სათქმელი? დაგიბრუნდებით და მაშინ გვითხრათ. მოპოვებაზე, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვა ეხა ქალბატონმა ადამ. მაშასე მე გადავდივარ ბატონ თემურთან. დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენთან გადაცემის სტუმარი. ბატონო თემურ, ვინაიდან მოდიხართ პოლიტიკაში, რასაკვირველია ყველა ის კითხვა, რომელიც თქვენთან დაკავშირებით არსებობს. ბუნებრივია თქვენ მოგიწევთ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. პოლიტიკაში მოდიხართ და ამიტომ თავს უფლებას მივცემ საზოგადოებას შევახსენო თქვენი წარსული საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ძალადობრივ დამხობაში მონაწილეობით. არსებობს ირინა სარიშვილის ეხა ჩვენთან სტუდიაში მისი განცხადებები, არსებობს ძალიან სერიოზული განცხადებები, რა მოხდა 1994 წლის 3 დეკემბერს, როცა საკუთარ სახლთან ჩაცხრილეს საქართველოს ახალგაზრდა პოლიტიკური ლიდერი და საქართველოს პოლიტიკური ვარსკვლავი, შეიძლება ასე ვთქვათ, პირდაპირ გია ჭანტურია. არსებობს მთელი რიგი კითხვები გია ყარყარაშვილთან დაკავშირებით და გულუასთან დაკავშირებით. მოკლედ, სულ თემებთან ხართ თქვენი სახელითა და გვარით დაკავშირებული და მე მინდა ამითი დავიწყო თქვენთან საუბარი. როგორ ფიქრობთ, აი ამ ბექგრაუნდის ფონზე თქვენ ქართულ პოლიტიკაში რაიმე შანსები გააქვთ? მოგესალმებით, კალბატონი, მივესალმებით თქვენ სტუმრებს. დიდი მადლობა მინდა მოვახსენოთ ეს სტუმრებს, რომ ისინი უშვებენ ჩვენს პოლიტიკაში მონაწილეობას, უпростоრად არჩევნებში მონაწილეობას. ძალიან მოკლედ ვიტყვი ისტორიას, რომ მე ვარ ის პიროვნება, რომელიც ეროვნულ მოძრაობაში მოხვდი თვითმფრინავის ბიჭების დახურეთის წინააღმდეგ პროტესტის შემდეგ. მე არასოდეს არ ყოფილი ვარ კონკავშირელი, ჩემი შეგნებული გადაწყვეტილების გამო მონაწილეობა მაქვს მიღებული ბატონი ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში. თვლი რომ ეს იყო შეცდომა, არა მარტო ჩემი, არამედ მთელი საზოგადოების. ამის შემდეგ ვიყავი ქალაქ რუსთავის პირველი ხელმძღვანელი, საერთოდ ახალი ხელისუფლების, რომელიც დამყარდა სამხედრო საბჭოს მიერ. ვიყავი შემდეგ უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის. თავისთავად ვიყავი მხედრიანის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
ოღონდ ამ თანამდებობიდან თუ მდგომარეობა დავტოვე, როდესაც მოვედი 92 წელს ხელისუფლებაში, უკვე ოფიციალურ თანამდებობაზე. შემდეგ 92 წლის 25 ნოემბერს დავინიშნე შინაგან საქმეთა მინისტრად და გადავდექი 1993 წლის 11 სექტემბერს. ბატონო თემურ ამ მშრალი ბიოგრაფიის მინდა მიღმა გითხრათ. თემებია, რომელიც იწვევს არა, ნიშნებს და მე მაინტერესებს მაგალითად თქვენი პასუხი. ეხლა მოვისმინო აგზის ირინა სარიშვილი და განსაკუთრებით დღეს მაინტერესებს რა სიტყვით თქვენ მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ საქართველოს პოლიტიკური ვარსკვლავის მკვლელობაზე გია ჭანტურიაზე, რომელიც ძალიან ახალგაზრდა იქნა ჩაცხრილული და მაშინვე იქნა დაჭრილი ირინა სარიშვილიც იქვე 1994 წლის 3 დეკემბერს. ეს არის კითხვა, რომელიც საქართველოში აქვს ყველას. ეს არის კითხვა, რომელსაც დაგისვამთ თქვენ ყველა ჟურნალისტი, მით უმეტეს თუ აცხადებთ ამბიციას, რომ მოხვიდეთ ან იბრძოლოთ ქართული პოლიტიკისთვის. მე მაინტერესებს ამ შეკითხვაზე თქვენი პასუხი. ირინა იხსენებს ერთ-ერთი ინტერვიუში, რომ მე ვიცი, რომ ტერაქტის წინადღეს 2 დეკემბერს თემურ ხაჩიშვილის მანქანა იდგა ტელევიზიასთან. ჩვენი სახლი მე-15 სართულზეა. იმ დღეს ლიფტი არ მუშაობდა და მე და გია პარტიის ოფისში დავრჩით. 3 დეკემბერს ხაჩიშვილის მანქანა ჩვენ სახლთან იდგა, ხოლო გელაშვილის მანქანა საკონტროლო ტელევიზიასთან. და რა მოხდა მერე? მე მინდა ამაზე თქვენი პასუხი მივიღო. მე მინდა გითხრათ, ეს ისტორია მე იმიტომ მოვყევი, რომ მე ეხლა არ მოვდივარ პოლიტიკაში და ესეთი მკვეთრი განცხადებები მე ვაკეთებდი ყოველთვის. გია ჭანტურიას ტრაგედიასაც, მკვლელობას დაუბრუნდები. მე მქონდა გია ჭანტურიასთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა. მისი მკვლელობა იყო მთელი ერისთვის ტრაგედია. და ეს მკვლელობა 95 წელს ჩემი დაკავების შემდეგ ხელისუფლებამ დამაბრალა მე. ეხლა მინდა მე არ ვაპირებ თავის მართლებას, მაგრამ იმ პერიოდში, როდესაც მე ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი 92-93 წლებში, საქართველოში არ მომხდარა არც ერთი ტერაქტი. იმ პერიოდში, თუმცა ქვეყანაში მიმდინარეობდა 2 ომი, აფხაზეთში და სამეგრელოში. ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლის დროს თბილისში არ მომხდარა არც ერთი ტერაქტი, არც ერთი დეპუტატი, არც ერთი ხელისუფლებისთვის ოპოზიციის მოკლე არ მოუკლოდ. ტერაქტები საქართველოში დაიწყო იმის შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა შოთა კვირაია, ხოლო უშიშროების მინისტრად იგორ გიორგაძე. ვინ ჩაცხრილა გია ჭანტურია? მე მინდა ამაზე მივიღო ეხლა თქვენი პასუხი პირდაპირ. ეს ვინ მოაწყო ეს ყველაფერი? ეს გამოძიებას უნდა უპასუხოს მე არ მონაწილეობ. არა, მე მაქვს ის პასუხი, რომ ჩვენი გამოძიების დროს ამ საქმეზე კონკრეტულად ძიების პირობებში წაბებაში მოკლეს 5 ადამიანი. ამის გარდა მე თქვენ ჟურნალისტს გამოვატან ამ დოკუმენტს. ეს არის დოკუმენტი 2002 წლის 7 ივნისის, სადაც წერია და მე ეგრეთ წოდებული პრორუსული პოლიტიკა მქონდა ყოველთვის. ერთი წუთით მომისმინეთ და არა, რუსულ პოლიტიკაზე გადავალთ, მე ჯერ ამ თემებზე ვსაუბრობ. ერთი წუთით პოლიტიკაზე ავლაპარაკობ, ჭანტურიას მკვლელობაზე ვლაპარაკობ, ხალბატონო ინგა. ჭანტურიას მკვლელობაზე ვლაპარაკობ. აქ წერია, რომ ხაჩიშვილის მიმართ ძიების და სასამართლოს დროს დაირღვა თითქმის ყველა სისხლის სამართლის თუ საპროცესო ნორმა. ხელს აწერს, კიდევ ვიმეორებ, ხელს აწერს. ეს არის საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელიც დაიწერა ხალბატონ ნინო ბურჯანაძის პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს. ხელს აწერს მაშინდელი საქართველოს იუსტიციის მინისტრი როლანდ გილიგაშვილი, საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივანი ზურაბ აბაშიძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ლევან ბეჟაშვილი, საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის პრეზიდიუმი თავმჯდომარე ნუგზარ ბირკაია და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან თავმჯდომარე თამარ თინახიდაშვილი. ეს არის დასკვნა, რომელიც დაიდო 2002 წლის 7 ივნისს. ბატონო თემურ, მოდით ერთი წუთი თუ შეიძლება. შევარდნაძე იძულებული
დიახ, დაასრულეთ და მე ირინასთან მაქვს ერთი კითხვა. ეს ერთი, ეხლა მეორე, რაც შეეხება გია ჭანტურიას მკვლელობას. დიახ. მე არ მიმიღია შეკრიბ მონაწილეობა, ეს დოკუმენტი და ის დოკუმენტები, რომ მე გამოცხადებული ვიყავი პოლიტპატრიოტი თელ ჩემ პატიმრობის დროს, ადასტურებს, რომ მე იმ დანაშაულში მონაწილეობა არ მიმიღია. თუმცა იმ დანაშაულში არის ბრალდებული კიდევ იგორ გიორგაძე, რომელთანაც ქალბატონ ირინას ჰქონდა ძალიან ახლო ურთიერთობა. მე მას ვეუბნები, რომ თუ მას სჯერავ, რომ მე ვარ ამ მკვლელობის მონაწილე, მაშინ მან უნდა დაიჯეროს, რომ იგორ გიორგაძე ამის ხელმძღვანელი. კარგით, ბატონო თემურლე, იგორ გიორგაძის მიმართ იმის დამოკიდებულებას ისა უდანაშაულო, მაშინ უნდა ირწმუნოს, რომ მე ვარ ერთი წუთით დამამთავრებული. არა, დაასრულეთ და მოდით ყველას თანაბარი დრო უნდა მივცემ გადაცემაში. გია ჭანტურიას თემის წამოწევა ემსახურება იმას, რომ რაც განვაცხადე მე სახელმწიფო გადატრიალებაზე, მოსალოდნელ სახელმწიფო გადატრიალებაზე, როდესაც შტაბმა ფაქტიურად გადაინაცვლა ნაციონალური მოძრაობიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მე ამის შესახებ განვაცხადე. მე ვაცხადებ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის აბსოლუტურად შესაძლებელი. დაგიბრუნდებით ამ თემებზე ვისაუბრებთ. საქართველოს ამ თემის გადასაფარავად ხდება ეს ყველაფერი. არა, არ ხდება. იმიტომ რომ ეს გადაცემა მე დავგეგმე, მე თქვენ მოგიწვიეთ სწორედ აი ამ თემებზე სასაუბროთ, რუსულ ფულზე რას გვთავაზობთ, რა ხელშეკრულებას, მაგრამ თქვენ ბრძანდებით ადამიანი, რომელიც პოლიტიკაზე აცხადებს პრეტენზიას. მე ვარ ჟურნალისტი, რომელსაც მახსენდება 1994 წლის 3 დეკემბერი და ბუნებრივია ეს კითხვა უნდა დამესვა. მოდით დაგიბრუნდებით. მე ირინა სარიშვილთან გადავალეხა. ძალიან მოკლედ გეტყვით. დაგიბრუნდებით. გია ჭანტურიას თემაზე საუბრობდი და ნება მომეცით ირინა სარიშვილთან გადავიდე ახლა შეკითხვით. ქალბატონო ირინა, მე წავიკითხე და გავხსენი კიდეც ეს გადაცემა თქვენი გუშინდელი Facebook სტატუსით, რომ ძალიან მძიმეაო ჩემთვის ეს დაგეგმილი ეთერი. მძიმეა და ვცდილობ, რომ იქით არ გავიხედო. კი ბატონო. გასაგებია. ამიტომ რასაკვირველია ეს არაა დებატების რეჟიმი და ერთმანეთის სიტყვების უცებ გაწყვეტინების და ჩვენ ვაცადეთ მას. მე მინდა ეხლა თქვენ მოგისმინოთ. 94 წლის 3 დეკემბერი, როდესაც მოკლეს თქვენი მეუღლე, როდესაც მოკლეს საქართველოს ლიდერი ერთ-ერთი გამოჩენილი, მე წეღავ თქვი ვარსკვლავი გია ჭანტურია. რა სიტყვით თქვენ თემურ ხაჩიშვილი არის ახლა ჩვენთან ერთად გადაცემაში? ნუ ვინგა პატარა დამატებას გავაკეთებ, პატარას არა, დიდ დამატებას 3 დეკემბერს გია ჭანტურიასთან ერთად მეორე დღეს უკვე 4 დეკემბერს დაიღუპა მერაბ ბარამია, ჩვენი მეგობარი, რომელიც მე გადამეფარა, მძღოლი არ იყო, ნუ დაცვად ითვლებოდა, მაგრამ მეგობარი იყო, ერთ სახლში ვცხოვრობდით ჩვენ ყველა. ეხლა რაც შეეხება, მე მართალი გითხრათ, ასეთ რეჟიმში და ასეთ ფორმატში მით უმეტეს ნამდვილად არც მინდა და არც წარმომიდგენია ამ თემაზე საუბარი. არა, თქვენ ისაუბრებთ ამ თემაზე და მე გადავდივართ უკვე რუსულ თემაზე. მე არ მინდა. ეხლა რაც შეეხება, მე ერთ რამეზე მინდა, არც მინდა არავის, არც გვარის ხსენება და არაფერი, უბრალოდ როცა აქ ხსენდა იგორ გიორგაძე ხაჩიშვილის მხრიდან, იგორ გიორგაძესთან სხვათა შორის გარდა ჩვენი მეგობრული ურთიერთობებისა მის ოჯახთან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოლიტიკური გზები მკვეთრად გაყოფილია, ერთ-ერთი საერთო, რაც მე და იგორ გიორგაძეს გვაქვს, ეს არის ჩვენი ბრჭყალებში თბილი დამოკიდებულება თემურ ხაჩიშვილთან. ამიტომ ასეთი ტიპის სპეკულაციებს და ასეთი ტიპის ნიუანსებს მე არავის არ ურჩევ უბრალოდ, მაგრამ ნუ გასაგებია ეხლა პოლიტიკაში მაინც ალბათ მეტი გამოცდილებაა საჭირო ვიდრე ტერაქტებში და ისეთ ცხოვრებაში, რომელიც ცხოვრებაც კონკრეტულმა ადამიანებმა გაიარეს და შესაძლებელია ეს არ იცოდნენ. ინგა მე არავის არანაირი დამადასტურებელი დოკუმენტები არ მჭირდება. მართალი რომ გითხრათ, საერთოდ ცოტა სხვანაირად უყურებ, ეს ამ გადაცემის თემა არ არის. სხვანაირად უყურებ ჩემს დამოკიდებულებას იმის მიმართ, რაც 94 წლის 3 დეკემბერს მოხდა და ჩემს სავარაუდო პასუხსაც სხვანაირად უყურებ.
უბრალოდ ეხა ძალიან შორს ვართ ერთმანეთთან, ტერიტორიულ სიშორეს გულისხმობს სხვა სიშორეებზე, რომ აღარაფერი არ ვთქვათ. აქ არის ერთი რამ ფაქტი, დღეს ბევრად უფრო კომიკურიც არა, გროტესკულიც არა, ბევრად უფრო აღმაშფოთებელი ის არის, რომ აეხლა ვიღაც მეუბნება, რომ ვიღაცა იქნება ეს ბედუკაძე თუ ხაჩიშვილი, რომ მათ შეუძლიათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საქართველოსი და ჭანტურიას თემა ეს ესეთი ამასთან შედარებით უმნიშვნელო თემა, იმიტომ მოვიტანეთ, რომ გადავფაროთ საქართველოს გაერთიანების შესაძლებლობა. მე საერთოდ არც ირაკლემის პოზის მომხრე ვარ, რომ ეხა თავი ჩავრგოთ და არ დავინახოთ, რაც ამ ქვეყანაში ხდება, მაგრამ არც იმის მომხრე ვარ, რომ ვიღაცას იმაზე მეტი წონა მივცეთ, ვიდრე ის ამას რეალურად იმსახურებს. ხაჩიშვილიც, ბედუკაძეს და კიდევ ბევრი სხვა, რომელიც დღეს აქეთ-იქით იშვერს ხელებს სუპერსახელმწიფოებისკენ, ხან ამერიკისკენ და ხან რუსეთისკენ და საბოლოო ჯამში მაინც იმას ამბობს, რომ რუსეთმა თუ დაგვამარცხა, აბა სხვა გამოსავალი სად არის? ეს ყველაფერი არის ერთი დიდი რუსული სცენარი. და ამას რუსული ფული მოემსახურება, ევრო თუ დოლარი, ეს უკვე ტექნიკური დეტალებია, ვინ სად რას იშოვის. მადლობა ირინა, დაგიბრუნდებით, ისევ მე გადმოვდივარ სტუდიაში, შემდეგ თემურ ხაჩიშვილი უკვე რეკლამის შემდეგ ალბათ გაგვაცნობს იმ ხელშეკრულების დეტალებს, რომელსაც ისინი ის და ბედუკაძე გვთავაზობენ. ირაკლი, მე თქვენთან მინდა დავსვა ერთი ასეთი შეკითხვა. ეხლა ირინამ თქვა, რომ არ უნდა შეიძლება განსაკუთრებულად რამდენადაც მე გავიგე, ანუ შეიძლება არ უნდა მივანიჭოთ ესეთი მნიშვნელობა ამ ქვეყანაში, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს საუბარი არის იმაზე, ბედუკაძე საუბრობდა სხვა ჩვენს ეთერში 2 დღის წინ, რომ აი ადამიანები, ვინც ცხოვრობდნენ საბჭოთა კავშირში, ისინი მიიღებენ რუსულ პენსიას, ჩვენ შევალთ ევრაზიულ კავშირში და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობ, არის ამ ქვეყნის მოსახლეობის რაღაც ნაწილში მაინც ეს განწყობა? ინგა, პირველ რიგში მე მინდა გითხრათ, ხა ბედუკაძე რას ილაპარაკებს, ეგ მართლა არ არის არ ჩემი და არ ჩვენი ყურადღების ღირსი, ეს ამას გარკვეული საფუძვლები და არგუმენტები აქვს. ის კი არა, ვინმეს ვაკინებ, არა, ნამდვილად არა, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც არ იმსახურებენ ჩემი თქვენი და საზოგადოების ყურადღებას. საერთოდ, კიდევ ერთხელ გეუბნებით ბედუკაძე, რომ ყოფილიყო მხოლოდ ამ პოლიტიკურ საქმიანობაში, ერთ კარგად გავიცინებდი და დავანებებდი თავს, მაგრამ ხაჩიშვილის ფაქტორი არის ჩემთვის მნიშვნელოვანი და მე მინდა დღეს თქვენი ეთერის საშუალებით ქართულ სპეცსამსახურებს ვკითხო. ისევ საქართველოს შემადგენლობაში ბრძანდებით? რა ხდება ეს? კოლაბორაციონალიზმი და აქციებს მართავ თუ რუსული ფული და აქციებს მართავ, პოლიტიკური კეკუები ერთმანეთს ეძახით. სად ახარ თქვენ? სად არის თქვენი მნიშვნელობა, როლი? რომელ ევრაზიულ კავშირზე გვესაუბრებიან ღია და დაუფარავად? ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც რუსეთიდან ჩამოდიან და შემდეგ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ? რომელ პენსიებს გვპირდება? ხა ბედუკაძემ რა იცის პენსია და პენსიის ფონდი და პენსიის განაწილების და მნიშვნელობა და როლი სახელმწიფოს მნიშვნელობას. კარგით ხალხო, ეს არის პირდაპირ დემაგოგიური, გაჭირვებულ ხალხზე მორგებული რაღაც მაპატიეთ, არასწორი იდიოტული პირდაპირ ვიტყვი გათვლა. რატომ არის ეს ხალხი გაჭირვებული? ბატონო ვერ გავიგე? რატომ არის ეს ხალხი? იმიტომ არის გაჭირვებული, რომ ქართული სახელმწიფო ვერ დადგას ორესებზე და ხან ხაჩიშვილი გამოჩნდება, ხან თქვენი ნაციონალური მოძრაობის ძარცვა მიიყვანა თქვენი არა თუ შეიძლება ნაციონალური მოძრაობა როცა გეყოლება დებატებში მისი მარტო ლაპარაკე და ხა ჩემს ვიღალ პრეტენზიები თუ გაქვთ მინიმუმ უხერხულია თქვენ ბატონო თემური. დავასრულებ თუ შეიძლება. მე ვხედავ რომ ქართული სახელმწიფო არის რეალური საქმის წინაშე, ქართულ სახელმწიფოში არის სათბური რეალურად რუსული სპეცსამსახურების, რუსულ სპეცსამსახურებთან ასოცირებული პოლიტიკური გუნდების. მე მაინც გონია რომ ბატონი ხაჩიშვილის გამოსვლა და ცენტრისტები თუ არ ვცდები პოლიტიკური პარტია თუ NGO არ ვიცი, რაც დაარქვეს, ხო, პოლიტიკური პარტია კი ბატონო, ეს არის ჩვეულებრივი რუსული ბიზნეს პროექტი და ივანიშვილის ხელისუფლების სათბურად ქცეული გარემოს ერთ-ერთი, არა, მე არ ვიძახი ამას. ერთ-ერთი მონაწილე პროექტი, ერთ-ერთი ქვეპროექტია იმ რუსული პროექტის, რომელიც ქართულ სახელმწიფოში ჭყალებში წარმატებულად ხორციელდება. პროექტია, აბა, ვისი პროექტია? აბა, ეხლა ჩვენ არ გავუკეთებთ. ივანიშვილის პროექტია, აბა, ვისი პროექტი? ამ ქვეყანაში რამე ხდება მისი დაპროექტირების გარეშე? ბოლო 4 წელი მე მგონი ჩიტი ვეღარ დაფრინავს და ხე ვეღარ იზრდება ივანიშვილის პროექტის გარეშე და ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ ორი სისხლის სამართლის დამნაშავე ქმნის პრორუსული, ღიად პრორუსულ პარტიას და ეს მისი პროექტია. მიშა სააკაშვილის პროექტია კიევიდან დარეკა.
გაურავ რაღაც კითხვა აქვს. ბატონო თემურ ბძანეთ და ადამ არშანიასთან გადავდივარ. რაღაცას ამბობდით და შეგაწყვეტინეთ. დიახ. მე ვამბობდი იმას, რომ 93 იმ წლებში, როდესაც მე ვიყავი მინისტრი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მეომრების გმირობის გამო, მაგრამ მეორე მხრივ, ჩემი პოლიტიკის გატარების გამო, აფხაზეთში არ დაკარგულა არც 1 სანტიმეტრი მიწა. არ გეთანხმებათ ქალბატონი ადა, ნუ თუ არ მეთანხმება 25 ნოემბრიდან 11 სექტემბრამდე აფხაზეთში არც 1 სანტიმეტრი არ დაკარგულა. პირველი ეს იყო მეომრების გმირობა, მეორე ეს იყო ჩემს მიერ გატარებული პოლიტიკა. და როდესაც მე მომაცინა, იმის შემდეგ მოხდა აფხაზეთის ჩაბარება. აფხაზეთზე როცა ლაპარაკობთ, მაშინ ეხლავე ერთი წუთი თქვენ ბძანეთ რომ აფხაზეთში ჩემ დროს არ დაკარგულაო მიწაო და ადა მარშანიასთან უნდა გადავიდე ეხლა მე ბუნებრივად და ისე ჩემი მინისტრობის დროს არ დაკარგულა. დაგიბრუნდებით რა სიტყვით ეს ერთი, ეხლა დაგიბრუნდებით ბატონო თემურ, ბევრი დრო გვაქვს, ჩვენ 9 საათი გვაქვს, სწორედ თქვენ შეთავაზებებზე მე გასაშროლა. ადა დიდი ბოდიში, ვაიმე ინგა ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მე ჩემთვის აღმოჩენაა რომ მინისტრები წყვეტდნენ თურმე ტერიტორია დაიკარგებოდა თუ არა, ეს მართლა აღმოჩენა. რამდენსაც ცხოვრობ, სულ და უფრო ახალ ამბებს იგებ. კარგით, მოусმინოთ, მოდით ადამ არშანიას. სამწუხაროდ. თემური. ბატონო თემურ, სამწუხაროდ, ეს ტრაგედია ჩვენი ქვეყნის, 11 მინისტრზე არ იყო დამოკიდებული იქ ჩვენ 1 სანტიმეტრ მიწას დავკარგავდით პოლიტიკაზე იყო და თუ დავაბრუნებდით. სამწუხაროდ ასეა და მით უმეტეს თქვენ საომარ მოქმედებებში ბრძანდებოდით იქ და ეხლა ცოტა რთულია ასეთ ადამიანთან კამათი. მე პატივცემ იმას, რომ თქვენ წინა ხაზზე ბრძანდებოდით. მე ვაწარმოებდი ყველა კონფიდენციალურ მოლაპარაკებას რუსეთთან. მიუხედავად ამისა, შევარდნაძის თავრობის დავალებით. კი ბატონო, ხო და შევარდნაძის თავრობის წევრი რომ ბრძანდებოდით, ეს იყოს თავის დროზე, იყო შეცდომა და მე ამაზე ღიად მაშინაც თქვი და ეხაც ვამბობ. მიუხედავად ამისა, მე რისი თქმა მინდა, ძალიან უცნაური გემოვნების ასე მინდა ყოხდათ მაინც თქვა და ძალიან ცოტა ავანტყოფური გემოვნებითაც უნდა იყო ადამიანი, რომ ეს არის ამერიკული ფულით თუ რუსული ფულით, კიდევ სხვათა შორის გასარკვევია, შექმნა ესეთი უცნაური ტანდემი, რომელიც აი ასეთ პოსტულატებს და განცხადებებს აფიქსირებს ღია ეთერში დღევანდელ საქართველოში. და თუ ამ ადამიანებს უნდათ სრული დისკრედიტაცია იმ მიმართულებით, რა მიმართულებიდაც ჩვენ ძვრა რა გვაქვს და ამის გამოც არ არის ძვრა, ამის გამოც და მნიშვნელოვნად არ არის ძვრა ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, არ ხდება არანაირი ძვრა ამ მიმართულებით. დისკრედიტაციას ახდენენ ეხლა თუ ეხლა დისკრედიტაცია უნდათ, მაშინ აი ამ დაგვარი რაღაცა ტანდემი უნდა შექმნა და ეხლა თუ ამ ადამიანებს მართლა უნდა რაღაცა გარღვევა მოხდეს ამ მიმართულებით, ჯერ ერთი არანაირი ფულებით არ უნდა იყოს შექმნილი ასეთი ორგანიზაციები და ასეთი მოღვაწეები. არა, ისინი პირდაპირ თავებენ იქნებათ ამერიკული ფული. საქმე ქართული უნდა ასე სერიოზულად, ჭარბად, ასე ღიად არ უნდა შემოდიოდეს და პოლიტიკურ სპექტრში არ უნდა ნაწილდებოდეს ჩვენს კარგი, თქვენ შეპირებული ხართ რაღაც საინტერესო ინფორმაციას. კი, ბატონო თემურ, რეკლამის მერე ვბრუნდები და აქვე ვსვავ კითხვას, რომლითაც თქვენთან საუბარს ვიწყებ. ჩამოგვითვალეთ, რა შეთავაზებებია და ვისთან გააფორმეთ ხელშეკრულება. როცა მე ეს ვკითხე ლადო ბედუკაძეს, მან თქვა, რომ ხაჩიშვილი ახსნიდა ამას დეტალურად. ანუ საბჭოთა კავშირში მიყავართ? ევრაზიულ კავშირზე როცა ამბობთ, თაობები შეეწირა ჩვენი ქვეყნის არაერთი თაობა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ომს. 8 წლის წინ დაგვიხოცეს კიდევ ჩვენი თანამემამულეები, კიდევ ახალი დევნილების შეგვემატნენ აგვისტოს ომით. ძალიან ცოტა დროა გასული. რეკლამის მერე. ბატონო? კი ბატონო. რა ბძანეთ უკაცრავად ვერ გავიგე. მე ვეწევი ავანტიურას? შევარდნაძის და სააკაშვილის ავანტიურა შეეწირა ეს ხალხი. კარგი, რეკლამის მერე დავბრუნდებით და ვისაუბრებთ ამ თემებზე.